საქართველოს მთავრობა სკოლის მოსწავლეების თეატრალური ხელოვნებით დაინტერესების გაზრდას ცდილობს. ამის დიდ განათლების და კულტურის სამინისტროებმა ერთობლივი პროექტი შეიმუშავეს, თუმცა ექსკურსია თეატრებში ბათუმში მცხოვრები მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. რადგანაც ქალაქში არსებული თეატრები მათ მიღებას ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ვერ შეძლებს. ბათუმისაგან განსხვავებით პროექტში უახლოეს მომავალში ჩაერთვება ხულოს თეატრი. რას გულისხმობს ექსკურსია თეატრებში? სულხან მესხიძის რეპორტაჟიდან შეიტყობთ. ექსკურსია თეატრებში დღეიდან სკოლის მოსწავლეებს პროექტში ჩართვის შესაძლებლობა ეძლევათ. ტურის ფარგლებში მოსწავლეს საშუალება ექნება ეწვიოს სასურველ თეატრს, დაათვალიეროს სცენას, აგრიმიორო კულისები და გამნათებლის ოთახები. ბავშვები დაესწრებიან რეპეტიციას, შეხვდებიან თეატრის რეჟისორებსა და მსახიობებს. თეატრის კომპონენტი მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში არსებობდა, მაგრამ მხოლოდ შემოიფარგლებოდა იმით, რომ მოსწავლეები მიდიოდნენ ექსკურსიის ფარგლებში და ესწრებოდნენ სპექტაკლებს. ახლა ჩვენ ვცვლით მიდგომას, ჩვენ ვაინტერესებთ მათ თეატრალური ცხოვრებით, მსახიობის ცხოვრებით, იქ ტექნიკური ჯგუფის ცხოვრებით. პროექტის მიზანი სკოლის მოსწავლეების თეატრალური ხელოვნებით დაინტერესებაა. პირველ ეტაპზე ტურში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი 11 თეატრი ჩაერთვება. ინიციატივა საქართველოს განათლებისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროებს ეკუთვნით. ვფიქრობ, ეს ბავშვებისთვის ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ცხადია ბავშვებს აინტერესებთ ის, რაც არდებს, ასე ვთქვათ, ზედაპირზე და გარკვეული იდუმალებით არის მოცული, რასაც ჩვეულებრივად მაყურებელი ვერ ხედავს ხოლმე. პროექტში პრაქტიკულად ჩვენ მოვიცავთ ქვეყნის მთელ ტერიტორიებს, როგორც თბილისის, ასევე რეგიონალურ თეატრებს. ცნობილია, რომ აღნიშნულ პროექტში ამ ეტაპზე ვერ ჩაერთვება ბათუმის თოჯინების და მოზარდ მაყურებელთა, ასევე ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრი. ახალგაზრდების დაახლოება თეატრთან არის შესანიშნავი იდეა, ჩვენ ამას შევაფასებთ კარგად. ამ ეტაპზე ერთი მალე დასრულდება, მეორე სხვა შენობაში გააგრძელებს მუშაობას და იქაც შესაძლებელი იქნება რეპეტიციებზე დასწრება და სპექტაკლების ნახვა. ბათუმისგან განსხვავებით პროექტში ჩართვას გეგმავს ხულოს იუსუფ ზოიძის სახელობის სახელმწიფო თეატრი. აქ აცხადებენ, რომ ინიციატივა ახალგაზრდების თეატრალური ცხოვრებით დაინტერესებას ხელს შეუწყობს. ამ მიმართულებით ჰქონდა სამუშაოები დაწყებული და ერთეულად გაგვიადვილდება უკვე აღნიშნული პროექტით მოსწავლეებთან კონტაქტი, სკოლებთან კონტაქტი და ვფიქრობ, ეს იქნება მათთვის ძალიან კარგი, ასევე იქნება ჩვენთვის ძალიან კარგი, როგორც მაყურებლის მიზიდულობის თვალსაზრისით, ასევე მათი შემოქმედებითი და სახელოვნებო განათლების თვალსაზრისით. თეატრში ექსკურსიით დაინტერესებულმა პირებმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ვებგვერდზე სპეციალური აპლიკაცია უნდა შეავსონ. პროექტის ფარგლებში შესაძლოა სკოლის მოსწავლეებმა სპექტაკლებზე დასასწრებად 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ.